მოგესალმებით მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიდევ ერთ სრულიად ახალ, დაძაბულ და ემოციებით სწავსე თამაში სახელად არჩევანი. ალბათ შეამჩნევით, რომ ახალ კონტენტთან ერთად ახალი სპონსორი ყავს. დღეიდან ჩემი არხის გენერალური სპონსორი და წარმომადგენელი იქნება ამბასადორი ბეთი, რომელიც მომცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი და საინტერესო კონტენტი შევქმნათ თქვენთვის. დღეს კი 3000 ლარიანი ჯეკპოტისთვის საქართველოში ნომერ პირველი სტრიმერი აკება თავარი მაფიოზი G2G, თავზე ხელაღებული ქსენსუსა და ბატონი ტატო ზიგოუთ ბაციკაძე იბრძოლებენ. თამაში მონაწილეობს 4 მოთამაშე და 20 ოქროს ყუთი, სადაც 3000 ლარი გადანაწილებულია დაბალი და მაღალი თანხების სახით. ფინალში მხოლოდ 2 მონაწილე შეძლებს გასვლას, რომელთა მიზანია რაც შეიძლება დიდი თანხებით აღმოჩნდნენ ფინალში, სადაც ამ თანხას გაყოფენ ან წაართმევენ ერთმანეთს. ყუთებში აგრეთვე 4 ცალი X იმალება და თუ რომელიმე X მიაღწევს ფინალურ ეტაპამდე, მისი გახსნის შემთხვევაში ჯეკპოტი ყოველ ჯერზე განახევდება. მეგობრებო, წარმატებებს გისურვებთ დღევანდელ თამაში, რადგან დღეს თქვენ მოგიწევთ პროცესში გამოთიშოთ ერთმანეთი, რადგან მხოლოდ 2 თქვენგანი მიაღწევს ფინალურ რაუნდამდე, სადაც თქვენს მიერ შეგროვებულ ჯეკპოტის თანხას ან გაყოფთ, ან წაართმევთ მოწინააღმდეგეს. შესაბამისად ამ თამაშს შეიძლება ჰყავდეს 1, 2 ან არც ერთი გამარჯვებული. ეს ყველაფერი კი დამოკიდებული იქნება მოთამაშეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, სტრატეგიებსა და ნდობაზე, თუ რამდენად ენდობიან ისინი ერთმანეთს. პირველ რაუნდში 16 ყუთი თანაბრად განაწილდება მოთამაშეებზე, სადაც თანხების გარდა 3 X იმალება. თითოეული მონაწილე 4 ყუთიდან მხოლოდ 2-ს გახსნის და გვაჩვენებს ყველას. დარჩენილ 2 ყუთს კი თვითონ ნახავს და X-ის ან დაბალი თანხის შემთხვევაშიც მას შეუძლია მოიტყუოს და ნებისმიერი თანხა დაასახელოს. მე შეგახსენებთ, რომ თუ ფინალში ის ყუთი მიაღწევს, სადაც X-ია მოთავსებული, ყოველი X-ის გახსნისას ჯეკპოტი ყოველ ჯერზე განახევდება. ამიტომ თქვენი მიზანი თამაშის განმავლობაში იქნება გამოთიშოთ, ანუ გააგდოთ ის მოთამაშე, რომლის ყუთებშიც შესაძლო X-ი ან დაბალი თანხები იქნება მოთავსებული, რადგან გავარდნილ მოთამაშესთან ერთად მისი ყუთებიც დატოვებს თამაშს. სანამ უკვე გავხსნით ყუთებს და ვნახავთ ვის რა ყუთი შეხვდა, მადლობა მინდა გადაუხადო Somersby-ს, რომელიც არის ახალი თანამედროვე უგემრიელი სასმელი, ძალიან ბევრმა იკითხეთ თუ სად შეიძლება შევიძინოთო სხვადასხვა სუპერმარკეტებში და აი ეს სუპერმარკეტები ეხლა ამონათდება კონკრეტული დასახელებებით. ასევე მადლობა ჩვენს მეგობარ კომპანიას Credos, რომელიც მაძლევს საშუალებას თქვენთვის კონტენტი შექმნა. გაგიმართოს ლაშა. ძალიან გემრიელია ლაშა. ატომ გახსნას იდეაში ნებისმიერი 2 ყუთი და გვაჩვენე რა თანხა ან შეიძლება X-ია შენს ყუთში. აი ეს ორი დავილაგე წინ. რომელიც გაგიხარდება. ამორს გავხსნი. გახსნი და განახი. იმედი X-ი არ არის. არ ვიცი, ნახოთ. მოატრიალე 28 ლარი და 71 თეთრი. Not bad. პირდაპირ წინ. აუ, მომშივდა ხო ის. ბიგმაკის ყუთი მგონია. ბიგმაკის ყუთი. ეხლა სხვა თანხა რა ყოფილიყო? მოატრიალე? მე ორთო გავხსენ. არ არის. აა, ისე იგი. შნელოვანია. 125 ლარი. მაყურებელს შევახსენებ, რომ მონაწილეები მხოლოდ 2 ყუთს გვაჩვენებენ, დანარჩენ 2 ყუთში რადევს. ამას ცოტა ხანში თავად ნახავენ, დანარჩენმა არ ვიცით. ქსენსუს გისმენთ, მაგრამ აია რომ ორივე ყვითელი გაქვს რა. ორივე ყვითელი. ძალიან გამიხარდა. ქსენსუსაც წითელია. ზოგადად სომხებს ფული ძალიან გვიყვარს. და ანუ ვიცი რომ აუცილებლად წინ დავდებდი ფულს. აბა წითელი რო გაიხსნა. წითელია მოვიდეს. შეიძლება შევცვალო? არ შეიძლება, შევცვალო. დარწმუნებული ხარ? გეხვეწებით რა. ნახე რა ფულია ძმა. 374 ლარი გახდა. ეხა მე რო გამიშვათ, ჩათვალეთ ძმა, ძალიან ბევრ ფულს. ჩვენ ვილაპარაკ. 374 ლარი და ლაპარაკი შეიძლება, ნახოთ. აკებ, შენი ჯერია. აბა ნახოთ რომელი დამცინო და მეთქი X-ია კი რა. 18 ლარი. აუ, ჩემთან იქნება. X-ი არ არის. ხო, X-ი რა აკეთე. რა, ეხა გავიდე. ეხა არ გთარსავ შენ. ეხა X თუ გახსენ ძალიან სვლა. ოპა! 175 ლარი და 11 თეთრი. ხედავ? ბატონ G2G-ს ვთხოვ გახსნას. ანუ კიდე 2 X-ი არის თამაში. და ორივე შენ გადაგაცეს. აი აქ ხედავ რომ X-ია. თუ გინდა შეცვალე. შენ სახელზე გავა. შენ ძმობას ვიცავ, თუ გინდა გაგიცვლი, ერთ უკანა ყუთში. მოდი გავცვალოთ. არა, რას ველაპარაკე. შენთან ეხლა უფრო მეტი შანსია რომ X-ი იყოს ვიდრე ჩემთან. რატო? იმიტომ რომ 2 ეხლა ეს გასახსნელია. ეს გაუძლელი ყუთებია.
ოპა, რა ფულებშია? ლარი და 26 თეთრი. ძალიან კაი ფულებში ხარ. Case opening-ის gaming ხო რა. ჯიტუ! კარგი, მოდი, მოცემულობა შევაფასოთ. 2x-ია გახსნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ ხუთებში სადღაცას 1x იმალება. ახლა მოთამაშეები ჩუმად ნახულობენ, ხოლო თქვენ ნახეთ თქვენი ხუთები. პირველ რაუნდში x-ი ამოვივიდეს, გააჩენ როგორ ამოვიდა ღია თუ დახურულად. ღია თუ ამოვიდა, ცუდად იქნება საქმე. დახურულად თუ ამოვიდა, მოვიტყუე. არ ვიტყვი x-ი მაქვს რა თქმა უნდა. არჩევანი რომ მქონდეს აუცილებლად დავტოვებდი დიდ თანხებს. იმის მიუხედავად რომ x-ი აქვს თუ არა, მაინც ვიცდებოდი რომ დიდი თანხა თამაში დამეტოვებია. ფინალში თუ გავედი, თანხის გაყოფის პროცესი იმდენად რთული არის, რომ აი არ ვიცი როგორ მეტოქესთან ერთად გავალ და მაგის შესაბამისად გავყოფ. X-ი რომ ამომივიდეს აუცილებლად დეტექტივად გავიხსნები და დავრჩები თამაში ბოლომდე რა. ძლიერი მეტოქი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ მე ვარ საუკეთესო ექიმი. რატო დაიწყებს ახლა მსჯელობას? მე ძალიან კაი მდგომარეობა. ხა ფაქტია რა. იმიტომ რომ 3-დან 2 წითელი გახსნილია და სულ რომ მქონდეს თითოეულზე მეტი თანხა მაქვს უკვე ყველა ვარიანტი. შეგიძლია გითხრა რა თანხებია მოთავსებული? თავარია უკანამდე აცე ბევრი. მე ძალიან ბევრი მაქვს. ძალიან კაი. შენ რა თანხები გაქვს? ბიჭო, ერთი არის 7 თეთრი. 7 თეთრი? მეცა გადავამოწმე. კი, 7 თეთრი. მეორე არის 45 მე მეცო. თეთრი? არა, 45 ლარი. 45 ლარი, კი. ტატო რამდენად გულწრფელი ეს თავად მოთამაშეები გადაწყვეტავენ? მანამდე ქსენსუ შენ თავარია რომ x-ი არ მაქვს, მე წყმა არადო. აქ მიდევს 246 ლარი. 246 ლარი. 246, კარგად აიმახსოვრეთ. მე 0.99, ან 0.99. 99 თეთრი და 246, როგორც ქსენსუსა იძახის. მიუხედავად იმისა, რომ ქსენსუსას 1x-ი აქვს, საკმაოდ სუყეთ თანხები აქვს 2k-ში. აკებ, შენ შემთხვევაში რა ხდება? პირდაპირ ვამბობ, რომ მე თუ გავარდი, ბიუჯეტი აღარ გაქვს. არა. მართლა. ვაუ, ძალიან საინტერესო. მოკლედ, სადღაც ჯამში არის 800-მდე ან 900-მდე. ანუ შეგიძლია კონკრეტულად გვითხრა. თანხები უნდა გითხრა. შენ არაფერს არ გეუბნა, შენ გავარდი. 419 და 78 თეთრი. 419 და 78 თეთრი. კარგი. და 69 ლარი. იმიტომ გამეხინა ის რომ გავხსენი პირველი რა, ანუ 69 ლარი და ძალიან ბევრია რა. ჯამში, რავი, ჩემი გაგდება არ გაწყარს არანაირად და ჯითუს? შენ 7 ლარი. 2000 ლარი არის მოიტყუება. მე მაქვს 517 ლარი. ოუ, სახე გაუწითო და ნახე. რო 517 გახსნა ლარია. ფერი და გაუწითო და სახე. უეჭველი წითელია. და 50 ლარია აქ. ოპა, 517 ლარი? რამდენი მეორეში? 50 ლარი. მაინც ცოტა გაქვს ვიდრე ხო, ყველა პონჩი. შენსუსას აქვს. მაინც უფრო მეტი მაქვს. ანუ რომც ეხლა იტყუებოდე, ანუ მაინც მეტია მაინც აქეთ. უფრო ნაკლები გაქვს. მაგრამ თუ არ იტყუება და სიმართლეს ამბობს, 517 ლარს მოხსნით ეგრევე. ხო, მაგრამ ნახე მეორე ვარიანტია რომ 550 ლარი მოხსნათ. მე რო ვიტყუებოდე, მეც ვიტყოდი და 0.99 თეთრს არ ვიტყოდი. მაგაზეც იფიქრე. ორივე. კაი, მოდი. არა რა? თავს 99 დავისვევდი. თეთრი ისეთი თანხა არის, რომ ანუ უეჭველი გიჯერებთ. აი შეიძლება იმ x-ის მაგიროთ. მე მე რო x-ი არ მაქვს ვიცი. ფაქტია, რომ ერთ-ერთმა მოთამაშემ x-ის შესახებ მოიტყვა და შენი აზრი გითხარი ვინ მალავს ამას. ნახე, ყველგან შეიძლება იყოს x-ი. ორი ადამიანი ყავს თამაში, რომელსაც 1x-ი უკვე ღიად აქვს გახსნა. შესაბამისად, ალბათობის პონჩი ერთ-ერთი უნდა გავუშვათ ყველა ვარიანტში. იმიტომ შეიძლება იქაცაა x, რაც მარიცის. აკებასთან შეიძლება. აი, ასტუმრა 3 ლარი აქვს, შეიძლება x-ი აქვს და 8 თეთრი. შესაძლებელია. ცესუს თქვენ რას იტყვით? მოდი ფაქტი რაც არის იმაზე ვისაუბროთ, კაი? აქ მაქვს 374 ლარი. არ გვინდა, ესენი ვაფშე დავივიწყოთ, მოდი ჯერჯერობით რა. 374 შუაში რომ მოიწვიო ორივე და რო იკაჩავე. შენ გარყვიეთ რა თქმა უნდა. გამოვყევი ერთ. აკებ, როგორ შეაფასებ სიტუაციას? მე არა აგერ ბიჭმა ილაპარაკოს ამას ელაპარაკები. შენ თავი ქუჩი გაქვს, ხო, არც x-ი გაქვს? ნუ არც ისე. მიდი აბა ილაპარაკე. მოდი ჯითუჯის მოусმეთ რა. მეგობრებო, შეტევა მიდის ჯითუჯის. ეს არის, ეს თამაში არის მათემატიკა რა. ალბათობით თუ თქვენ, ნახე, თქვენ და თქვენ x ჯერ არ ამოგსულიათ, აქ ორში უფრო მეტი ალბათობაა რომ ამოვიდეს, ვიდრე აი აქ. როცა მე 1x უკვე ამომივიდა. რა, ერთი და იგივეა ეს. არ არის ერთი და იგივე. სულ ერთი იგივე. გახსნილი არის ორი кейსი, სადაც მე x-ი უკვე ამომივიდა და ეხა უკანა ორი кейსში რომ ისევ x-ი ამოვიდეს, მაგის ალბათობა უფრო დაბალია ვიდრე აი აქ რო იყოს 1x. 16 5-ია გადანაწილებული თანაბრად. ბრმად, ნებისმიერ შეიძლება სამივე ერთად მოხდეს. მომისმინოთ ერთი წამი, ხალხო. 517 ლარი მაქვს უკან. და ვკარგავთ ამ 517 ლარს. ნახე,
იმის შანსი რომ ამ 4 кейსიდან 2x ამოვიდეს არის ძალიან დაბალი, ვიდრე 1 და რა შენ გვეუბნები რომ უნდა მივუდგეთ რენდომად და ჩვენ უკვე შენ x ვიცით და შენ უეჭველი არიცი ან მე ან ტატოს თუ გვაქვს. ხო იგრეა? უეჭველი არ არის. ანუ შენ მე ან ტატო უნდა გაგვაგდო გამოცნობაზე და ჩვენ ვიცით რომ შენ x-ი გაქვს. მისმინე რა. მაინც გინდა x-ები დარჩეს, არ არის ეგ მნიშვნელოვანი ამ პირველ ეტაპზე რა. თავარი არის ნდობა, რომელიც მე შეიძლება დავკარგო, ან ვიღაცა სხვა უნდა კარგოს, თავარი არის რა თანხას წავიღებთ უკნიდან. ხო. მე გეტყვით რომ აქ მარტო x-ებზე არ არის თქვენ არის თანხაზე. იმიტომ რომ ეს თანხები, ეს ყუთები მე მეორე ტურში ისევ აირევა და რენდომად გადანაწილდება. თითოეულ თქვენგანს ახლა დაგირიგდათ რიცხვები 1-დან 4-ის ჩათვლით. პირველი მოთამაშე, მეორე მოთამაშე, მესამე მოთამაშე და G2G მეოთხე მოთამაშე. რომელიმე ისე რომ გვერდით მჯდომა არ დაგინახოთ, ერთი ნომერი გადადეთ, რომელსაც მე მომაწვით, ვის აძლევთ ხმას რომ გავარდ. ქსენსუსამ გადაწყვიტა, ხო? მომაწოდეთ, ისე რომ არ ვნახავ. ნახო? აუ არ მახსოვს. 800-მდე მაგ ჯამში. მიიღე გადაწყვეტილება? მოაქ ხელზე დამიდე, ვინც გიდე რომ გავარდეს. ეს მე რომ გავარდეს. ახლა მე ვნახავ პირველ რაუნდში რომელი მოთამაშე დატოვებს თამაშს. საინტერესოა. მოდი პირდაპირ ნუმერაციით ამოვიღებ. პირველი ხმა ერგო G2G-ს. რაც არ გამიკვირდება. შემდეგი ხმა გასაკვირად შემათან ერგო ტატოს. ეს მე მომეცი, შენ მომეცი ხო? ფიქრობს რომ G2 მომცა უე. ტატო ბაციკაძემ უნდა დაგტოვოს. შემდეგი ხმა აქვს ისევ G2G-ს. ეს ორი ხმა გავყოთ და ორივე ადგეთ. და უეჭველი 60 ხმა იქნება და ტატოს ხმა იქნება 60. ძალიან უცნაურია, მაგრამ ეგრე მეორე ხმა ჩემზეა ხო? არის ისევ G2G-ზე, ანუ სამწუხაროდ პირველ რაუნდში გტოვებს ბატონი G2G, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ჯერ G2G გახსნის უკანა დამალულ ყუთებს. ისეთი ალალი სახები იღე, გეგონება არ იტყუებოდა. შეიძლება გახსენით და გვანახოთ. მე არასდროს არ ვიტყუავ, არც მაფიაში, მხოლოდ ფაქტები, მხოლოდ არგუმენტები. 517 ლარი. 517 ლარი, მაგრამ თქვენ იყავით მართლები, იმიტომ რომ მე მეორე x-ი. ვაუ, სასიამოვნო იყო აბა თქვენიც. ახლა მოდი აკებამ გახსნას, ვნახოთ ვის რა თანხა ქონდა. არ ამგონია რომ ვიღაცას მოეტყუა. არა, ხო, სავარაუდოდ 69 ლარი და 419 ლარი და 78 თეთრი. 246 ლარი. და 99 თეთრი მართალი. 7 თეთრი. და ტატოს მეოთხე ყუთში ქონდა 45 ლარი. ძალიან საინტერესო თამაში არის. მით უმეტეს ეს სამწუხაროდ არ გამიმართლა, მაგრამ ყველაფერი ვქენი რა. ხო თქვი, გავიხსნებით სრულ დეტექტივად მეთქი და ასე შემდეგ რა, მაგრამ ნუ არ გამომივიდა, ძალიან განწირული ვიყავი. ეხა 2x-ი ექნებათ ჯამში, იმიტომ რომ 1x-ი დაემატება თამაში, 4x ჯობდა 2x-ი. მეგობრებო, ჩვენი პარტნიორი კრედო ბანკი გაძლევთ საშუალებას უმარტივასად პირდაპირ ონლაინ მიიღოთ ავტოსესხი მანქანის შესაძენად, ან მიიღოთ თანხა არსებული ავტომობილის უზრუნველყოფით. თანხის მისაღებად არ არის საჭირო შემოსავლის დადასტურება და თან მართვის უფლებასაც ინარჩუნებ. ავტოსესხის აღება შეგიძლიათ პირდაპირ მობაილ ბანკის MyCredo საშუალებით ან კრედოს ოფიციალური ვებგვერდიდან უმარტივესად სწრაფი და მოქნილი პირობებით. გადავედით მეორე რაუნდზე. მეორე რაუნდში 3 ახალი ყუთი ემატება, სადაც 1x-ი და 2 განსხვავებული თანხა იქნება. ამ რაუნდში თითოეული მოთამაშე 2 ყუთს გახსნის, მაგრამ დარჩენილ 3 ყუთს მხოლოდ თვითონ ნახავს. ასევე დამატებით 2 თანხა, რომელიც არ იციან მოთამაშეებმა და კიდევ 1x-ი დაემატა. შესაბამისად, ამ თამაში უკვე 2x მონაწილეობს და 13 თანხა არის. ახლა მოდი ისევ დავიწყოთ ამჯერად აკებასგან, რომ მარტო დაგჭა. კი ბატონო. გახსენი ნებისმიერი 2 ყუთი. მოთამაშე ხსნის 2 ყუთს და გვაჩვენებს, ეს არის 18 ლარი, ჯერჯერობით x-ი არ არის. რომელიც წინა რაუნდშიც იყო, ხო? 18 მქონდა. არ მახსოვს, მე მას ვერ გეტყვით. მეორე ყუთში არის 419 ლარი და 78 თეთრი მქონდა. ესეც მქონდა და ესეც მქონდა. სენსუსა. x-ების გახსნის შანსი გაიზარდა. ეს 7 თეთრი. კარგია, რომ რენდომ თანხა არ გახსნას. გაწითოდი რა. 374 ლარი. და მენზა. სულთა იგივეები არ არის პრობლემა. ეს თქვენი არჩეული ყუთებია, მეგობრებო. 28 და 71, რაც მე მქონდა. 2871. ეხლა აქ x-ი არ იყოს, თორე გამოყოლევდეთ. აი ზამაის აქ არ იყოს ახლა. აი 125 ლარი.
ძალიან საინტერესოა. ეხა არავინ არ იცის სტატუს აქრეები აქ. აუ ზართული ახალი ციფრი არ ამოვიდა. ძალიან კარგად მოხდა, რადგან ორი ახალი თანხა რომელიც არ არის ამას. ორი კი არა, 3. არა, 1x-ი არის. სამი რაც ხო. იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეებს ძალიან დიდი ბლეფის საშუალება მიეცათ. ясნია. სესუსამ დაიწყოს ლაბარაკი. შენი სიტყვა რომ ხარ მართალი. რამდენი გაქვს შენ? მეულობა დაიწყო. არა. სახეზე რო ახლოდა დავაფიქსირო. ერთი წუთი. ეხლა 79 ლარი მაქვს აქ. ის შედაგით რაც გითხარი მაგ მეთქი. 471 ლარი და 20 თეთრი. საინტერესოა. 45 ლარი. 45. შენ რა თანხები გაქვს? აკეკ. შენ ძალიან გახარებული ყავი და საუბრობ დიდი თანხები. 175 ლარი და 11 თეთრი. აჰა. აქეთ რაღაც თეთრები არის, ესე მახსოვს. 89 თეთრი, წინაზე რაც იყო და აქ მაქვს 657 ლარი. ოჰო, 657 ლარი ჯერჯერობით ყველაზე მაღალი თანხა დაფიქსირდა. ვა, ეგ ახალი თანხაა, ხო? აშკარად ახალი თანხა. შენ კი რა ხდება? მე მაქვს 246 ლარი, 123 ლარი და 84 თეთრი. და 67. 67? Yes. რას ფიქრობთ, მეგობრებო? არ შეცმა X-ი. რა არის, მარტივია თამაში, ჩემთვის მე რო ვიცი რომ არ მაქვს რა. მე მგონია რომ 69 რას თქვა არა, არი ფიქრო ეგ. არა, 69 რას თქვა, თავიდანვე დააფიქსირე. მეთქი სპეციალურად თქვა რომ 69 ვიცი რომ სპეციალურად. 60 ხო იყო კაცო. 1x ტატოსთან არის. უეჭველი, მილიონი პროცენტით აი ეს ბოლოს რომელი 127 თუ რაღაც მომხდარა. ადამიანი რომელიც ეხა ამ რაუნდში დატოვებს, ის თანხებიც გააყвеვა აუცილებლად უკან და X-ებსაც წაიღებს. ეს ორი ადამიანი რომელიც გავა ფინალურ ეტაპზე, მისი 5 მათი 5 გადაიტანენ. და პლუს 1x-ი გადაიტანენ და აი ბრატი, გამაგდეთ უსინდისო იყო, მომეცით მე ხმა. იმიტომ რომ ვერ გაგიკეთებთ ახლა მაგას მე ორივე X-ი მე მაქვს და თანხა ძალიან პატარა მაქვს. მაგიტო აუ და ჯობია რომ გამაჯმეინოთ. ოპა ბოდიშლაშა. ისე ამას ვერ ვიზა, ვერ გავუკეთებ. ვალალი კაცია. ძალიან პატარა თანხა. ჩემი მთელი ფული ტატოს. აღარ მინდა წავედი რა. რავი, მომეცით ხმა მე. ატომ ცოტა ხანი ხომ მოვიტყუვე, ცოტა ხანი მოვიტ 123.94 ხო დავიმახსოვრე და რა არის იცი? ეხა რომც არ გეთქვა, წინა თანხები რო დავიანგარიშო. კი არა, მე ცოტა მაქვს. ისედაც უკანა თანხა რას თქვი, იმდენად ცოტა გამოდის, რომ მაინც ეგრე უნდა გვემშება რა. იმიტომ რომ ანუ რა ეგრე გამოდიოდა რა. 33%-ია. ანუ შენი გადმოსახედიდან 50-50-ზეა, რომელი უნდა გაგვაგდო და თანხა აქეთ უფრო მეტია, ვიდრე ჩემთან. ა წარმოვიდი, მე ხო ვიტყუები და თქვა ორივე ვიტყუებით, ხო? მე რაღაც რო თქვი, ხო, X-ი არის. არა, ხო დავიმახსოვრე. კი, კაცო, 123.92 ერთ-ერთი ნაღდი არის 246 ლარი მიმაქვს თან. ატო დანებებული მაფიოზი ხარ ამ კი. და ისე დაალაგდა რომ ჯითუმაც 2x-ი გაიტანა და მეც ორივე მომივიდა. უკვე ჯობია ნაღდად წავიდე რა. კაი, ნახოთ ფინალურ ეტაპი მაინც ჯერ წინა გვაქვს. ახლა მაინც ფორმალურად მომეცით რიცხვები და ერთი ხმა ტატოს, მეორე ხმა ტატოს და მათ შორის მესამე ხმა ტატოს. ტატო ტოვებს თამაშს. ტატოს ძალიან დიდი მადლობა რომ თუ შეიძლება რომ გახსნა და გვაჩვენო, ამას ვერ გავაკეთებდი, რაც შანსი არის. ამ თანხით მე და 2x-ით შემდეგ იმაში ვერ გადავიდოდი. ეს წავიღე, სვადი თანხა მიმაქვს. 246 ლარი გამოვაკლდა. ქსენსუს, მოდი შენ გვითხარი. მოკლედ მე ერთადერთი მოვიტყვე ერთ რაღაცაში და ვიტყვი რაში მოვიტყვე. იმიტომ რომ მე სხვა თანხა თქვი, ხო? ეს სხვა თანხა. აუ, ბიჭო, სხვა თანხა არ მithავს. არა, მაგრა დავიმახსოვრე. ვერ დაიმახსოვრა, ხო? მაგრა დავიმახსოვრე. არა, ძმა 471 თქვი. ეტოქში აქ სინამდვილეში 94 ლარი იყო. 470. აქ მართლა არ მომიტყვები 45 ლარი და აქ მართლა არ მომიტყვებია 79 ლარი. 175 ლარი და 11 თეთრი 99 თეთრი 657 ლარი. მე მგონი რომ ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ რომ საკმაოდ მსუხე თანხები გადის ფინალურ ეტაპზე. ახლა გავიგებთ რამდენ ლარზე იქნება თამაში. აპონჩი გამაგდეს თო აი. ვერ მივხვდი რა, თვითონ ყველაფერი სწორად გავაკეთე და აი მართლა სიმართლე რო თქვა, ძალიან საინტერესო თამაში არის. და ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება და кайფ შეიძლება, მაგრამ ისეთი ის დამიჯდა.
ვაი, რაღაც ვერ საკუთარ თავს ვერ გაუკეთე ეგრო და ბიჭებსაც ვერ გაუკეთე, რომ მართლა გულწრფელად შეწუხებულები არიან თან რაღაცა, კაი თანხები უდევთ, ორივე ამბობს რომ მე არ მაცეთ X-ი არ მაქვს რაღაცა, მე 2X-ი მძივ არ აქა და იმით 5 ლარით და გადავიდე ფინალში ამ თანხით ვერ ვქენი. ფინალური ეტაპი დაიწყო, სადაც აკება და ქსენსუსა გადაწყვეტენ მათ მიერ შეგროვებული ჯეკპოტი გაყონ თუ წაართვან ერთი მეორეს. ამ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობს 11 ხუთი, აქედან 10 არის ის ხუთები, რომლებიც ჩვენმა აკებამ და ქსენსუსამ შეინარჩუნეს წინა რაუნდში, ხოლო მე-11 გახლავთ დამატებული X-ი. გილოცავთ, რადგან ფინალურ ეტაპზე შეძელით, რომ მინიმალური 1 X-ი მოვიდა აქამდე. რაც ძალიან კარგია. და სანამ გადავალთ გამორიცხვის მეთოდზე, ჩემს მაყურებელს ვეთქვი, რომ პირველი ქართული თამაში, რომელმაც საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღო ჯილდო, არის დამბრიელი, რომელიც უკვე შეგიძლიათ რომ Steam-ზე ნახოთ, არ დაგაუწეთ რომ დაავიშლისტოთ, ასევე შეგიძლიათ რომ დატესტოთ და შეაფასოთ, შეფასებების დაუფასოთ ჩვენს ქართულ ბიჭებს მათი შრომა და აუცილებლად უსურვოთ წარმატებები. ქართული თამაში რო გავიდა ესე დონეზე, მართლა ძალიან მაგარია, ძალიან. გამორიცხვის დროს მოთამაშეები მონაცვლეობით ბრმად 1 ყუთს გადააგდებენ, მეორეთი კი ჯეკპოტ შეავსებენ. მათი მიზანია ჯეკპოტი რაც შეიძლება 5 დიდი თანხით შეავსონ. შესაბამისად, ეცადონ გამორიცხონ X-ი ან დაბალი თანხები. თუ X-ი გაიხსნება ჯეკპოტის დროს, ჯეკპოტში არსებული თანხა განახევრდება. კარგი, ვინ დაიწყებს გამორიცხვას? მე დავიწყებ. აკებ, ერთი რომელი გინდა რომ გამორიცხოს. ეს ვიცი რომ არ არის რა. კარგი, მოდი გახსენი და ვნახოთ შიგნით რა დევს. 69 ლარი. კარგი, მშვენიერია თუ შეიძლება. მეორე თამოვიდა 69 ლარი. 69 ლარი. არც თუ ისეთი თავარი დიდი თანხები არ გამორიცხოთ. ახლა მინდა რომ ის ყუთი მომაწოდო ხელში, რომელიც ჯეკპოტს უნდა მიემატოს. ეს ჩვენ გვრჩება აკებ. კარგად მომაწოდო ყუთი. ამას მე ვნახულობ. იმედია კაი იქნება, არ ვიცი. ძალიან საინტერესოა. უკეთესიც შეიძლებოდა 45 ლარი ჯერჯერობით მიემატა თქვენს ჯეკპოტს. კიდევ 4 ყუთია დარჩენილი. აი ეს 7 თეთრი. გამოდოთ თუ იყოს. ეს იყოს გახსნა. ეს 7 თეთრი მოკლედ მეგობრებო. და გამოვიცხოთ. 419 ლარი და 70 აუ ეს გამოიძო შემეშვი რა საკეთე. აჰა, მაშინ მომაწოდე თუ შეიძლება. არა რა X-ი. არა X-ი არ უნდა ის არაფერი არ გვაქვს. არა ეხლა რომ ამოვიდეს X-ი, გაწყობთ, იმიტომ რომ მარტო 45 ლარი განახევრდება. ეს ეხლა გაწყობთ კიდეც, რომ ეს X-ი იყოს. და აქ არის რა 657 ლარი. ხო არ ხადო. ეს ემატება. ეს ჯეკპოტს დაემატა 657 შეიძლება. გამოვასწორებ. სახურ ქსესუს. ძალიან მაგარი კაცია. ან ზოგადად სომხებს შეგვიძლია ეგრევე დიდი თანხების მოზა. ეხლა ძალიან გადავ, მე ისე X-ი რო გასა. მისმინე. ეხა ბაგდებ. ეხლა აგდებ, უნდა გამორიცხო. აუ X-ი გადაახვეწე. ეხლა X-ი აღარ გაწყობთ, რომ ამოვიდე შეკროც. ეგ შენ გახსენე? ხო რა. X-ი ნიჭა საღო მაგარი. ეს გამოირიცხა? ეგ დავაი ნახუი. ახლა მითხარი რომელი დაემატოს. ეს მოგისმენთ? ჯეკპოტს ვამატებ, ხო? ეს არის ჯეკპოტი, რომელსაც. ხო რა, ბევრი მითხარი, 419 და რაღაცა. ნო აუ ვიცოდი ეს 7 თეთრი რომ ვერ მოვიშორებდით ამ 7 თეთრ. მაგრამ 7 კაიცი. ქსესუს გამორიცხე დარჩენილი 5 ყუთი და ნებისმიერი. ამას ვაგდებ, ამას ვტოვებ. ჯერ გადააგდებ ნახოთ. ხო. და გამორიცხა აუ 18 ლარი. შვენიერი. ხო, მიდი მითხარი რომ ბევრია. რომელიც ჯეკპოტში წავა არის 94 ლარი. არც თუ ისე პატარა, შვენიერი. მე ვაგდებ. ეხლა აგდებ ერთს. ამას ვაგდებ. აუ. ხო რა. აუჩი. რა გახსენი? ვაი. ბევრია ზან ხო? 300 არა უშავს გავათანებთ რა. ვიღებ იყოს და მეორე ვაგდებ ეს. ორი ყუთი აკებ დარჩენილი. რომელსაც მეტყვი რომ ჯეკპოტში მიდის, ის მე-11 ანუ დარჩენილი ავტომატურად ირიცხება. ეს არის ჯეკპოტი? ხო. დარწმუნებული ხარ? კი. შემიძლია გავხსნო უკვე. კაი, ჯეკპოტში რაღაც უნდა იყოს. თანხა რომელიც წავიდა არის მეგობრებო 99. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა აკებამ 175 ლარი და 11 თეთრი გამორიცხა.
ვერცერთი ვერ გამოვიცანი რა, უბედურ ამოგეყო რა შენ რა. თამაში მიდის 796 ლარსა და 96 თეთრზე. და ლაშა გვიმატებს 300 ლარს. არა, ლაშა გიმატებთ 3 ლარსა და 4 თეთრს და 800 ლარზე ჩავთვალოთ რომ აი ლაშა არის დაგვიბლო. მეგობრებო, ფინალურ ეტაპზე გადავედით, სანამ დავიწყებთ ჩვენს ასე ვთქვათ, საფინალო პროცესს. მადლობა ამბასადორს იმისთვის, რომ გახდა ჩვენი არხის გენერალური სპონსორი. რაც შეეხება ფინალურ ეტაპს, ახლა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, მხოლოდ თქვენ ნახეთ, რომელი არის X-ი და რომელი არის მწვანე ბარათი. მოთამაშეები ახლა გადაწყვეტენ, რომელი ყუთი გახსნა. თუ მათ სურთ, რომ თანხა გაიყოს, ორივე მათგანმა უნდა აირჩიოს მწვანე ბარათი, ხოლო თუ რომელიმე მათგანი გახსნის მწვანეს და მეორე გახსნის X, ანუ წითელ ბარათს, წითელი ბარათი წაართმევს მთლიან თანხას მოწინააღმდეგეს. გაყოფის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ორივე მწვანის შემთხვევაში თანხა გაიყოფა, მაგრამ თუ ორივე მონაწილემ ორივე X-ი გახსნა, ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშს ორივე მოთამაშე თანხის გარეშე დატოვებს. ახლა თქვენ გაქვთ დრო, რომ ერთმანეთს ესაუბროთ და რაც შეიძლება მეტი ნდობა მოიპოვოთ, რაც გაგიხარდებათ უთხარით, თავარია ერთი მეორეს დააჯეროთ, თანხას ყოფთ თუ არ ყოფთ. ისმით. შრავი რა თუნდა დაჯერება. მე ეგრე ვუყობ რა. კი, მე ანუ აქეთ მაქვს წვანე, ეგრევე ვდებ და ყოფ. მე არ ვყოფ რა. შენ არ ყოფ? პირდაპირ ამბობ რომ იმიტომ რომ ანუ რა არის იცი შეხედე, ანუ კონტენტი ხო უნდა შევთავაზოთ მაყურებელს. შენ ხო დადი აღარ აიდო. არა, ამას შეცვალოს. ბოლო მომენტში. კონტენტი უნდა შეგიძლია შეცვლა? აი, რა თქმა უნდა, შეუძლია რა, შეგიძლია შეცვალოს. კონტენტი უნდა შევთავაზოთ მაყურებელს ჩემი აზრით, აი ხა. ატომაც ძალიან ჯიგრულად ხა, აკი მე ერთი პროჭი ხო უნდა გაიჩითოს მე. შენ ესე პირდაპირ ეუბნები რომ თანხას არ უყოფ და მიგავს. შეგეძლო მოგეტყვა უბრალოდ, რა კი? არა, გულწრფელად. რა უნდა, გიყოფ და მე გაგიხსნა რა. აი ხო შეცვალოს. არა, რადგან არ შეცვლს. არ შეცვლი? კონტენტი თვითონ მოიცადე. ეს ამბობს რომ არა, თო დავაი. ამი ხო იცი რომ ბარავს მაინც. დავაი. სულ რამდენი გვაქვს? 700 ლარი. არა, 700. აი რომ არც იყოფა რა. ხო, მართალია. ორთოდოქსი. კარგი, მე მოკლედ. პრობლემა არ მაქვს. გადაწყვეტილება მიიღეთ? კი, არა, ვსო რა. თქვენ მე ბენზინს ჩაგისყო. ორივეს გაგიმარჯვოთ მეგობრებო. იმედია მოგეწონათ თამაში, ეხლა მაყალიეთ ხალხო, თუ რა არჩევანი გააკეთა ერთმანც და მეორემაც, თუ მოგწონთ აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, არხი გამოიწევთ, მალე ავიდეთ. 150-ს გამოვწერთ, რომ 150k სპეციალი შემოგთავაზოთ. თუ შეიძლება გახსენთ ის რომ მხოლოდ თქვენ ხედავდეთ და 3 წამზე მივატრევოთ კამერისკენ. 1, 2 და 3. და რა თქმა უნდა ორივე მონაწილეები. გაყო თანხა გილოცავთ მეგობრებო. ყველაზე მაგარი იქნებოდა ორივეში რომ X-ი ყოფილიყო. შენ რო X-ი ქონოდა იქნებოდა იქ ხატავდა, იმიტომ რომ ლეთის მასტერ კლასი იქნებოდა, თუმცა ეს გამოცდილება შეიძლება მომდევნო მოთამაშეებმა გაიზიარონ, ამიტომ კომენტარებში დაწერეთ. ვისი ხილავით მეგობრებო, შემდეგ ეპიზოდებში ბებრად მაგარი იქნება. ეს საფინალო იქნება ყველაზე მაგარი. მადლობა იმისთვის რომ უყურეთ, მადლობა ჩვენ სპონსორებს კრედო ბანკს და სომერსპის. წარმატებებს გისურვებთ ყველას. ნახვამდის.